წარმოგიდგენთ ციკლს Deep State-ის აგენტები, მომავალი პოლიტიკოსები. მხილების სერია, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში. გიყვებით ერთი აგენტის შესახებ. Deep State-ისთვის NGO აგენტურის პოლიტიკაში მოყვანა აპრობირებული მეთოდია. სქემა ასეთია: ჯერ ხდება გადაბირება და ხდებიან აგენტები. შემდეგ დაფინანსება, ანუ წახალისება უპირობო მორჩილებისთვის და ბოლოს გამორჩეული აგენტურის პოლიტიკაში გადამისამართება. პოლიტიკისთვის გამზადებული აგენტები. ეპიზოდი 1. გიორგი მშვენიერაძე, ცნობილი ქართველი NGO-შნიკი. მისი ბიოგრაფია Deep State-ის პოლიტიკური აგენტურის კრიტერიუმებს მშვენივრად ერგება. სხვა უსამშობლო NGO-შნიკების მსგავსად, მზადაა ეთაყვანოს უცხოს მშობლიური სანაცვლოდ. დღეს თავისუფლების მოედანზე ევროპის ჰიმნს ქართულად ვიმღერებთ, მარშამდე შეგიძლიათ წაივარჯიშოთ. თავად გიორგი მშვენიერაძე 10 წელია ვარჯიშობს გარე დაფინანსებით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში. მშვენიერაძის NGO-ს დონორები: ღია საზოგადოება საქართველო, ანუ სოროსის ფონდი, East West Management, რომელსაც აფინანსებდა ტრამპის მიერ Deep State-ის ინსტრუმენტად გამოცხადებული USAID, Zinc Network, რომელსაც თავის მხრივ აფინანსებდა ასევე USAID. როგორც Deep State-ის აგენტს შეეფერება, ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას და მხარს უჭერს LGBT პროპაგანდას. საპატრიარქომ საკუთარ პედოფილ და მრუშ მღვდლებს რომ მიხედოს და ხანდახან ახალი აღთქმაც წააგითხოს, კარგი იქნება. დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ხელოვნურად გამოგონებული დღესასწაულები ამას ვერასდროს გადაფარავს. დონორების მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ მზადაა ებრძოლოს არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ სახელმწიფოს. ეწინააღმდეგება უცხოური ფულის გამჭვირვალობას. ესწრებოდა პიტერ აკერმანის ტრენინგს, რომელიც საქართველოში რევოლუციას გეგმავდა. მონაწილეობდა NGO რევოლუციის მცდელობაში. მხარს უჭერს უცხოელების მიერ ქართული სასამართლოს კონტროლს. მზად არის დაიცვას Deep State-ის სტაჟიანი აგენტები. იყო სააკაშვილის ადვოკატი, იყო კეზერაშვილის ადვოკატი. ვიცნობდეთ პოლიტიკაში მომავალ Deep State-ის აგენტებს.